ჩვენ გაცემის სტუმარია იაგო, მაგრამ გავიშიფრეთ, იმიტომ რომ აგერ ჩვენ კითხულობთ ჩვენი მაყურებლის ტექსტ შენ სტუმრობასთან დაკავშირებით, იაგომ რეიტინგი აკრიბა და ეხლა შალვას დავალება აქვს ამენად დააგდოს. მიდი შალვა, იპროვოკატორე, 2 წელი არც ეს არ იყო გირჩი და აბა ეხლა რა მოხდა თუ არა გასაგებია. რა შეგიძლია პასუხი გასცე ბატონ ბაჩოს? არა, მე მადლობელი ვარ რომ მიწევთ და შეგინდოდა რომ რა თქმა უნდა სულ მინდოდა მე რომ ძვირფას კოდს ამორჩევოს. წესი არა მოიქეცი? როდის არ მიცეოდი წესი? არ ვიცი, ეხლა შეგატყობთ. კარგი. ეს ხუმრობა დამისი, მოქალაქის შეკითხვა. ხო, მოქალაქის შეკითხვა. იქით მე სულ მინდოდა, მაგრამ არ მეძახდნენ, სანამ არჩევნები იყო. ახლა არ არის არჩევნები და მაქვს პატივი რომ ჩემს ძვირფას ქართული ოცნების ამორჩევოს ველაპარაკო პირდაპირ ეთერში და მე ძალიან მიხარია რეიტინგი მომიმატება თუ დამაკლა. არა, შენ არ იზიარებ ამ შეთქმულების თეორიას, რომ მე უნდა ვიპროვოკატორო ახლა. ნუ ხა შენ ბუნებრივად არავის არ გაუკვირდება რომ იპროვოკატორო. მე და შენ დიდი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ და პროვოკაციების გვესმის ერთმანეთის. და კარგი. დავიწყოთ, აბა რა არის დღეს მნიშვნელოვანი თემა? დღეს მნიშვნელოვანი თემა არის რაც მოხდა. დაჭერა ქოცების. დაჭერა ხრეკა. ბატონო? ხრეკა არა, დაჭერაზე ჯერ არ მისულა. როგორც არის. კოც ლიდერი, ყოფილი კოც ლიდერები. ძალიან გთხოვ, ვიყავი, ისა რა ქვია, კორექტული. ყოფილი კოც ლიდერების. შეგქონდა ესეთი მოსაზრება, რომ ყველაფერი რაც აი სიგიჟე რაც ხდება ოპოზიციაში, არის მოწყობილი. ჩვენი. ხარ თუ არა ისე ამ კი, აი მე ზოგადად გონია, რომ ქართული ოცნება, ზოგადად ბიძინა ივანიშვილი, ცუდად ეპყრობა თავის ამორჩევლებს. რატო? აი ეს ცოტა ხნის წინ წარმოედგინე აქებდი, ხარიბაშვილის ქება იყო საყოველთაო მოდაში. რა პრობლემაა? და ნუ რაღაცა მთელი ამბავი, ასე სხვა ლიდერები. არ ვიცოდით. ასე ხდება ძალიან ხშირად. ეს არ უნდა გამოეკიდო ხისტად ადამიანს. ხო და უცბად. რო დაგიდონ ფაქტები, რომელიც არ იცოდი და ჯერ არავინ არ იცის რა მოხდა, მაგრამ რო დაგიდონ რა უნდა გავაკეთო? მივდიოდ ბრმა? არა, მე ინფორმაცია არ მაქვს, როგორ შეიძლება მერაბის ბრმად მივდიო, მაგრამ მე ზოგადად აუჯერებლად მეჩვენი ვარ, რომ ბატონმა ლილუაშვილმა და ბატონმა ღარიბაშვილმა ბატონ ბიძინას უღალატეს. ამას ვერ ვიჯერებ. ქთამი აიღეს? ქთამი არ იღეს, იცი როგორ არის, რომ ქართულ ოცნებაში ქთამი მე მგონი არავის ზოგადად არავის არ გაუკვირდება. რატო ვითომ? ანუ აქ საუბარია იმაზე, გეტყვი ახლა, საუბარია იმაზე, რომ დაშვებულზე უფრო მეტი ქთამი აიღეს თუ არა. ქთამი თუ რა ქვია? სპეკულაციებია. კარგი, გავიგე, მოდი იმაზე ვილაპარაკოთ, რომ მაგას დაადგენს ყველაფერი და ისეთი ხო თუდად მოპყრობა არის ეს შენ სამორჩეულს და ვიღაც კოორდინატორებს იერარქიაში აკებინებ და მე უცბად პირიქით გამოაცხადებინებ მოღალატეს. მე შევხვდა უკვე Facebook-ზე შევხვდა ცუდი ისინი ამ გაგებით რომ ხალხის საგონებელს მაგრამ მე პირიქით მგონია რომ ხისტი არ არის თემა, წარმოიდგინე, ხისტი ვაფშე არ არის თემა და იქ როგორ არის, ცი შენ ვინც ქთამს აიღებს, ყველას დასჯიო, მაგრამ არა, მაგრამ ვინც გავიგებ რომ და დაუმტკიცებ, ყველას დასჯიო, ეგ თემა არის რა. თუ იქნება ფაქტები, თუ რას ქვია, პირიქით, ჩემი აზრით, ქართული ოცნების რეიტინგს აწევს და დავნიზლავდეთ ახლა თუ ასე არის. ანუ შენ ფიქრობ, რომ მოღალატები იყვნენ ბატონ ლილუაშვილი და ბატონ ღარიბაშვილი? შენი არ იყოს, მეც რაღაც გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი. როცა შეხვეჭვი არ გეპარება რომ დაფაქტული ყველაფერი იქნება რა. ხო და მე როგორ წეჭვი არ შეგეპარება ისე თუ გიჟი არ ახარ რა. ხო და მე ვინაიდან დღეს მოვედი აქ შენთან სალაპარაკო, თვლი რომ უფრო მეტი იცი შენ ჩემზე, იმიტომ არ მინდა თქვა, იმიტომ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. და იქნება მიგვანიშნო პროპაგანდა როგორ მიდის ამ მიმართულებით, რომ ეს ხალხი ღალატისკენ და ისეთი მირქმედებისკენ წავიდა თუ რამე თამაშია ესეც. პროპაგანდას რაც შეეხება, დარწმუნებული იყავი რომ რახა სიმართლეზეა დაფუძნებული ძალიან მაგრად წავა და ამიტომ არა მე შენს ნის ვაფასებ ამ გაგებით ხო იცი? უგებდით ყველას ბაჩოს პროპაგანდაშიც. ეხა იმაზე ხო, მაგრამ ძალიან ცუდი კონკურენტები ყავდა. ნუ ხელოვნურად გოლ შექმნილი ისინი დაბერდნენ. ხო და აი რაში არის საქმე? მე ერთ ამას ვაწვევი, უყურე. გავიგე ქართული ოცნების თემა შენი მხრიდან კონკურენტი ხარ, ოპოზიციონერი ხარ და უნდა აკრიტიკო. მაგრამ განცდა მქონდა და ეხლა ბოლოს ვაწვევი, რომ ფსიქიკურად შეშლილი ხალხი არის იქით ხარ ეს. ამას ძალიან სტაბილურად და თანმიმდევრულად ვაწვევ. მაშინ უკედესი თანმიმდევრულობისთვის მე მოგცემ რჩევას. ძალიან. შენ თუ მაგას მართლა გულწრფელად გჭირდა, ანუ მე ხშირ შემთხვევაში გეთანხმები, ახლა ინდივიდუალური გამონაკლისები ყველგან იქნება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გეთანხმები, ოღონდ შენ თავგამოდებით უნდა ითხოვდე, რომ ეს ხალხი გამოუშვით გა. არა, მე როდის ვიტყვი? აბა გიჟებს ხარ, დღეს რატო ითხოვ გიჟების ხომ? მეგობრებო, მე ვითხოვ, რომ დაუნიშნოთ ვიღაცებს ფსიქიატრიული ექსპერტიზა და თუ ექსპერტი იტყვის რომ შეურაცხადია გამოუშვათ. ხო, შენ ხო შენ რწმენით მოქმედებ რომ გიჟები არიან, წერან ხომ მაგას ამბობდი. მაგრამ ესე როცა ციხიდან
ციხეში ჩაჯდომა ან არ ჩაჯდომაზეა საუბარი, მარტო ჩემი რწმენა ხო არ ყბარა იურისტი. ნუ არა იურისტი არა, არსებობს ხალხი მე გეთანხმები, მოგყვები შემსჯელობაში. იქ რამდენიმე ადამიანი არის, რომელიც მე შენს გინახავს, მეც ვინახავს ვიდეო კადრები, რომელზედაც რაცა უნდა ექსპერტმა თქვას, რომ აი ესო ნორმალურიაო, მე მეცოდინება რომ გიჟები არის. და უკვე ციხეში ზიან, კაცო, უკვე ორთვიანი აქ მისცი. არა, ეს დრო უნდა ამას, ეს დრო უნდა არა, როგორ შეიძლება ერთი დღეც გიჟები ციხეში გვეძდეს? ხო და ჯერ ხო არ ვიცი, იცი რამდენი მდა. როგორ არ ვიცით, ვიცით. ძალიან მძარა. ნუ გეშინია, გადაიტანენ ერთ დღეს. ყველაში არა, მაგრამ აშკარად გიჟებიც ზიან. ხათაშორის ხელისუფლებამ ძალიან დიდი მობიერება გამოიჩინა, როდესაც ეს 71 წლის კანონდამღები ექიმი იგირაოთი გამოუშვა, იმიტომ რომ ცუდი მდგომარეობა. ვითი განსხვავდება სხვა შემთხვევებიდან, სხვა ადამიანებიც ცუდ მდგომარეობაში არიან და მათ შორის მაგას აქში მყოფი ხალხი. არ ყოფილა ესეთ შემთხვევა, განსხვავდება. არა, როგორ არა, დღეს შემხვდა რომ 70 თუ 11 წელი. არა, ასეთი შემთხვევა პირველია და სპეციალურად შევისწავლე, მაგრამ გამოვიდეს დადასტურდეს და კი ბატონო, როგორც კანონი მოითხოვს, შეურაცხმად ადამიანს ვერავინ ვერ გაასამართლებს. ხო და აი თქვენ ასამართლებთ, მე ხო მოყვები კაცო, შენ იძახი რომ გიჟები არიან, მე ხო მოყვები. ვიღაც ნახდათ არის, მოვითხოვოთ ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მაგრამ თუ ამას ამბობ, შენ ხო შეძწუნებული უნდა იყოს ბოროტების მასშტაბით რომ გიჟები გვიზის ციხეში. შეძწუნებული ვარ, გიჟები ყოველთვის გვეжда ციხეში, მაგრამ ერთი გიჟი აგერ იგვიზის. არა, ეგ არის გიჟი, ეგ არის შეურაცხყოფის მიმართვა, მიშას როცა გიჟს ეძახიან და ეს გიჟია. არა, როგორ არის გიჟი კაცო? აბა კარგი არა. ხო და რასთან აგვაქვს? მაშინ რატო ის ციხეში? კარგი, ეს გიჟები არიან. და მაგრამ აქ დაჭერილებში უღრევია გიჟები და თქვენ აი მე ბრალს გდებთ იმაში რომ შეურაცხადი ხალხი გიზით ციხეში რატომ? საოცრად გასაანალიზებელი საკითხია ეგ და მე მოყვები შენ და უნდა ყოველთვის მე მომხრე ვიქნები რომ რაც ჩემი რესურსია გამოვიძიო და ვილობი რომ მაგათი რომ დაუმტკიცდეთ გიჟობა. არა გამოაშვები და მე გარეთ დაუჭირე შენ თუ შენი წმენის გამომიშ დღესვე დაუნიშნე და მეორე დღესვე დაუნიშნე არ შემიძლია დღესვე დაუნიშნავდი დღესვე ეხა დალშე ამ გიჟებს რატო დაუჯერა შედარებით არაგიჟმა ხალხმა აი მე გეტყვი თქვენ ანუ ესე რომ შეხედო რა უცბად ხო ჩემ პოზიციაში შენ ხო იცი რომ 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია იყო ქართული ოცნების სპეცოპერაცია არჩევნების მითვისების მიზნით წარმოვიდგინე მითვისების ვერ იტყვი მაგას ნუ მითვისებით რა რაც მოხდა სწორე ლაპარაკი მითვისება არ არის სწორი აბა რა ქვია მაგას მითვისება რას ნიშნავს კაცო არ მოვიდნენ ეს იდიოტები მითვისება რა ზოგადად შენ გესმის მე შენ ხომ ქალაქში ცხოვრობ მნიშვნელობა რა ანუ ჩათვალე რომ ვიღაც ადამიანებმა ხალხი მოატყუეს სპეცოპერაციის მიზნით სპეცოპერაციის გამო და წარმოვიდგინე ვიღაც ხალხი გავიდა აქციაზე და არა არჩევნებზე ამის გამო შეიძლება ვიცი ბრალიც გინდა იმის ბრალი იყოს მითვისება არ არის სწორი შინაარსობრივად რეალობა რაც და აღარ ვიდაო. მაინც რაც კი არ მინდა შენთან დავას საერთოდ უფრო მეტი რაღაცის დაფიქსირება მირჩევნია ვიდრე მე და შენ ვიკამათოთ. წარმოვიდგინე რომ ანუ ისეთი რაღაცა მოეწყო რომლის გამოც არჩევნებზე მისული ხალხი შედეგები რომელიც დაჯდა არ შეესაბამება რეალობას. ეხა სხვა რამეს გეუბნები კაცო. 90% ქოცინოზის საკლიმაში რა საკრებულოში მოგიგონოთ 10 რო სხვა ეგრე ხო არ არის თბილისში გადაწყვეტილებული. გაძლიერდი და მოდი და გაიმარჯვე შენ. მოვიგონოთ გიჟები არიან სისულელებს იჯერებენ და რაკრა ქართულმა ოცნებამ ოპოზიციაზეც იზრუნოს. ოპოზიციას უთხრას რომ ჯერ ესეთი სიგიჟე საიდან დაიწყო იცი პარლამენტში ვარ შემოვიდა ხო და მე სხვა რაღაცას ვამბობდი ერთ წამი ნახე სხვა ჩემბრალია რომ გიჟები არიან ხო და აი ნახე ეს სპეცოპერაცია შენ ხო მითხარი რომ მიზანი რა იყო და მიზანი იყო თქო რომ 90% 10% დამასრულებინე აზრი რა 80 მივალ იქამდე 90 10-ის წინააღმდეგ აიღოთ რაც არ შეესაბამება არსებულ რეალობას ამას ვიძახი არჩევნების მიღებას და ამ წუთას არ ვკამათობ ხოცები რამდენ ხმას აიღებდნენ წესიათ რო ჩატარებულიყოს ასე შემდეგ ეს არ ბებია და ბაბუის ანეკდოტია ხო ახლა წარმოვიდგინე უცბად მოაწყო ესეთი ტიპის სიგიჟე პრეზიდენტის სასახლესთან რომ გიჟების კონცენტრაცია ბუნებრივად იქნებოდა მაღალი ანუ ისეთი რაღაცა მოაწყო იმზიდულობის ცენტრში ხო ბუნებრივად ისეთი რაღაცა მოაწყო რომ იქ ისედაც მაღალი ვინ მოაწყე ქართული ოცნების სპეცოპერაცია რომელშიც მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები მაგრამ დაგეგმილი იყო ქართული ოცნების ოფისში ერთს არ ამო აი მე ჩვენ დაჟიბო რაც ოფისში რას ვქით რომ აი ყოჩაღ მამუკა თუ შენ ეს დაგეგმე ამას ვამბობ მართლა ყოჩაღ მაგრამ მაგიტო არა მაგრამ ხო და ნახე ანუ წარმოვიდგინე თუ ჩვენ ვამბობთ რომ აი ეს რაღაცა კარგად დამთავრდა ხელისუფლებისთვის ის არ დაგეგმილა ჩემი აზრით ოპოზიციაში ამიტომ გაურბოდა ყველა პასუხს გეგმა რა არისო ვინ არის მონაწილეო მაგიტომ არ იღებენ ის ხალხი გულში რო იძახდა 4-ში ყველაფერი თავდებაო დღეს პასუხისმგებლობა ჩემბრალია ეგ ოცნი თუნდაც ეს ერო იყოს მოყვები ჩემბრალია
იმათი ბრალი არ არის, ვინც თუნდაც ამ გეგმას არა, იმათ ბრალი როგორ შეიძლება არ იყოს, ანუ ისინი ციხეში სხედან და გასაგებია რომ პასუხს აგებენ ცოტა ხნით მაინც არ ვიცი როდის გამოუშვებთ, მაგრამ ცოტა ხნით მაინც აგებენ ერთადერთი გიჟები უნდა გამოუშვათ. არა, გიჟებზე არ არის და კიდე ერთი ადამიანი შემთხვევით. აი ნულობია რა იმას რა. შემთხვევით გიზით მანჯგალაძე. შემთხვევით ყველა მიცის რომ მანჯგალაძე არ არის რევოლუციონერი. რა უნდა ყველა პარლამენტში მაიცის. რა შენ რატო არ იყავი იქ? არა, შუაში აი ხო ხვდები რომ ადამიანი შეეხეტა იქა. არა, ადამიანი რაღაცას რო შეეხეტება, ეს არ არის აწლიანი პატიმრობის საფუძველი. და ნახოთ რამდენს მისცემენ, ნახოთ. ნუ რამე შრომობა აქ აი შემთხვევითი ხალხისგან ნახე, რატო? ხო და ნახე არსებობენ შემთხვევითი ხალხი, არსებობენ გიჟები, არსებობენ რევოლუციონერები, არსებობენ ფეიქ რევოლუციონერები. არც ერთი რევოლუციონერი ხო და რევოლუციონერის გარდა ფეიქ რევოლუციონერს თქვენი მაინც არ დაიჭერთ ან მალე გამოუშვებთ. აი გიჟები და შემთხვევით მოხვედრილები ხო არ უნდა იჯდნენ ციხეში. შემთხვევით მოხვედრილებზე კანონი არ ცელდება. არ შეიძლება. როგორ არა, ანუ ამის ვიღაცა რევოლუციონერი მე იტყვის რომ შემთხვევით მოიხედება. არა, რევოლუციონერი არ შეიძლება. იაგო აბსურდს მეუნები, იურისტი კაცი ხარ ეხლა ეგრე მაშინ ნებისმიერ დანაშაულის ადგილიდან შეიძლება თქვა რომ უიმე შემთხვევით შემოეხეტეო და აღარ უნდა დამსაჯონ. არა, არაფერს შუაში არ არის. აი უბრალოდ არაფერს შუაში. აი რაღაცა ვერ გავიგეთ, მე და შენ ამას ვერ გავიგეთ. აი იცი, აი პირდაპირ მაგალითს გეტყვი, შენ ხო გიყვარს დიდი კლასიკოსები. და ხელოვნებას აფასებ. აი წარმოიდგინე რომ დონ კიხოტეს ქმედების გამო სანჩო პანსა ჩაგეშვა ციხეში. აი ხო არ იქნებოდა სამართლიანი. და პასუხი ვინც არის იმამ დააგოს და არა მიმდინარე სისხლის სამართლის კოდექსით სანჩო პანსა ბანდა უკვე ორი ხო და კლასიკოსებთან მოდიხარ წინააღმდეგობაში იურიდიულად გეუბნები ორიან მე წინასწარი შეთანხმებით ჩამოყალდა დანაშაულებრივი დაჯგუფება ორიან 1 მეტრი პირი და ქარის წისქვილი დაანგრიეს. ხო და აი ხო გესმით რომ მე ზოგადად არ მომწონს როცა ადამიანები ყველაზე იაცხეს. კარგი ტრიუკია. ვაფასებ, ნიჭიერი ტრიუკი იყო. ყოჩახ, ბატონი ბიზნეს ეხება, ბატონ მამუკას თუ ვიღაცა სხვა ბატონს. ყოჩახ, კარგი სპეცოპერაცია იყო, ხელოვნების დონეზე შესრულებული, მაგრამ უდანაშაულო გიჟები და შემთხვევით მოხვედრილი ხალხი და გამოვიდნენ გარე. შენ თუ ესე მგინდა მართო ქვეყანა, შენ ვერ მიიღებ ხმებს. უაზრო რომანტიზმს და უიმემ რახან სანჩო პანსა უბრალოდ უერთგულა თავის მასე დონ კიხოტი არ არის დასაჭერი, იმიტომ რომ ქარის წისქვილი ხო და ამისის გამოსაშვებია. შეურაცხადობის გამო გამოსაშვებია. ხო და მამა რას ლაპარაკობ თელის ღია. და ურჩხული ეგონა. ხო და აი ხო მე ვფიქრობ რომ ბატონი ბიზნესა იყოს უნდა უფრო კეთილი. ძალიან ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩადოს ასე დროს. კი რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო კეთილი უნდა იყოს. აი ნახოთ. ეხლა სხვა რაღაცას გეკითხები, რატო დაუჯერეს აი არაშტერმა, არაგიჟმა ადამიანებმა. ხომ არია ბიჭო? ვიღაცები ხო არიან. ეხლა შენ რო ეკითხები დაჟე. ტიპები რო ნერვიულობენ, ვიღაცა ოპოზიციურ ტელევიზიაში, თუნდაც წამყვანებიან რაღაცები. აი გავაფარჩაკეთ, მოუგეთ, სადაც დავიჭირეთ, იქ მოუგეთ. ყოველთვის. და ხო უნდა მივხვდეთ რომ რაღაცას არასწორად აკეთებ, არასწორი პიარი გაქვს, არასწორად შვები რაღაცებს. რატო არ მოძდით თავში იგივე სქემები, წამგებიანი სქემები. აი სიგიჟე ხო და შენ რო ჩემს ადგილას გეთანხმები, შეფასებებში გეთანხმები, ახლა გახშენდა გინაბიჯი გადავდგათ. ეს რომ მეათე არჩევნები რო ასე რო გრძელდება. და არაფერი რო არ იცვლება. მე უნდა დავაგო ძალით? არა, არ გეუბნები ამას. ანუ შენ ჩვენ ნეიტრალური ადამიანი რო იყო. ხო, ნეიტრალური რო იყო, კი ბატონო. ხო, ნეიტრალური ადამიანი რო იყო, არ იყო რა, რომელიმე პარტიის პროპაგანდით დაკავებული. აქეთ ამ მხრიდან რო შეხედო, ამას ჩათვლიდი სიგიჟედ, თუ ამას ჩათვლიდი შეთანხმებად. თუ შეთქმულებისადმი მიდრეკილი ვარ შეთანხმებად, მაგრამ გასდა უკვე შეთანხმის ფარგლებს. არაფერს არ იღებენ. უკვე შეთქმულება მე მგონი სიგიჟის ვერსია დაჯერება. არაფერს არ იღებენ. ანუ ტიპები იმდენ ბენეფიტს არ იღებენ, რომ ამ სიგიჟეში იყვნენ რა. მე არ გულისხმობ დავუშვათ პოლიტიკურ ვერხუშკას. აი ვიღაცა ტიპები, რომლითაც ტელევიზიებს უხურავენ. აი გრიგოლია შეთანხმებულია იქ და სიგიჟე ლაპარაკობს. ვისთან გააჩნია ვიღაცას თამაშობს არის შეთანხმებული მე გრიგოლია და ოცნებ ჩვენთან არის შეთანხმებული? ნუ ახლა არ ვიცი. სიგიჟეებს ხანდაგებს, მაგრამ პირდაპირ თქვა, სიგიჟეებს ხანდაგებს. აბსურდს. ლოგიკურა არ იყო არასოდეს, მაგრამ ეხლა საერთოდ გაუბეთ. ხობეო გადახერხილიაო ბიჭო. ისე მეც კი მომეჩვენა რომ გადახერხილი იყოს ღობე. დაუ შუშის არ იყო ღობე. შუშის იყო. რა ეგუნა რაღაცა შეიძლება ამაზე გახურება? ან როცა სხვა მილიონი გასახურებელი არსებობს, ჯობია სხვაზე გაახურო, მაგრამ და მას რატო აწვევი გიჟივით? ხო და მეც მაგას არ ვკითხულობ. აი მაგალითად, აი წარმოიდგინე არჩევნების დღეს საკუთარი დამფინანსებელი რო გადააგდეს და შუა 12 საათზე რო რევოლუცია მოხდეს და არჩევნები ჩაკეცეს. ხო. ანუ ეს ახლა თქვენთან შეთანხმებაა თუ სიგიჟე? ხო და შენ იცი რა შვები? ანუ ძალიან მაგარ ტიპებად გამოყავართ, რომ ხალხს ხო ვაკონტროლებთ. იმათ ტელევიზიასაც ხო ვაკონტროლებთ, იმათ ოპოზიციას და გაგვანებონ თავი. ჩვენ ბატონი ბიზნეს გონებრივ მონაცემებში ეჭვერ გვეპარება. სამამისად ამას ეგრე ვუყურებთ, რომ ეს კაცი ამის დაორგანიზება შეუძლია და ესენი კიდე გოიმები არიან, ჩვენი კოლეგები გოიმები არიან და გოიმდებიან მარტივ შეთავაზებებზე და ამ სიგიჟებს აკეთებენ მერე. ძალიან კარგი. მოდი ახლა ვილაპარაკოთ
იმაზე თუ როგორ არ უნდა მოხდეს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა, რომ ეს სიგიჟე დასრულდეს. აი მართლა მაინტერესებს. ყვილი უნდა დამთავრდეს. ხო, დავით. აი უნდა ეხლა. არა, ბევრი ლაპარაკი უნდა. ხო, გაინტერესებს ამაზე ლაპარაკი. დაიწყო. მარტივად გეტყვი რა, ეხლა თუ რამე ისეთი შენ დამეს დაამატებ, ერთად ვიმჟელოთ, მაგრამ პირველი ჩემი აზრით პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ საჯაროდ ყვილის თქმათ ეხავდეს. ანუ არ უნდა მეძახო, რომ შალვა რამიშვილი არის რუსი პროპაგანდისტი, ხო? არა, ხო არ მithხოვს. ჩემი დედავატირი არა ვარ რუსი პროპაგანდისტი. პროპაგანდისტი ვარ, მაგრამ რუსეთში არ მივდივარ. არც მინდა. არა ვარ რუსი. ანუ რუსო დასახლება. არა, არ მინდა რა. ქართველი პროპაგანდისტი ვარ რა. ხო და არა, ზოგადად საჯაროდ ყვილის. ხო. ლაპარაკი უნდა ეხავდეს. აი რაღაცა ხო შეიძლება ადამიანები შევთანხმდეთ რა, ერთმანეთს ხო არ ყლავთ, რაღაცა ხო არ დედას ხო არ ვაგინებთ, რაღაცა ხო ვიქცევით. აი ეგრე უნდა იყოს, რომ საჯაროდ არ შეიძლებოდეს რაღაცნაირად ყვილის ხმა. მეორე, ლაპარაკზე უარის თქმა არ შეიძლებოდეს. ერთმანეთში თუნდაც. არა, ლაპარაკ ზოგადად. მე და შენ როგორ ლაპარაკობთ ახლა? კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მე და შენ ხო 2 წელი არ ლაპარაკობდი, მიუხედავად იმისა, რომ მე მენატრებოდა ქართული ოცნების ამომრჩეველთან საუბარი შენ კი. ესე რად მოიქეცი და ხშირად მოხო. მე სულ ერთნაირად ვიქცევი, ზოგჯერ უყარ ვარ, ზოგჯერ არ უყარ ვარ, გააჩნი არჩევნებებისა ჩანიშნული. ესე რად მოიქეცი მისულობა. ხო და ახლა წარმოვიდგინე, რომ ეს სულ 2 კრიტერიუმი რო დავიცვათ, საჯაროდ ყვილის თქმათ ეხავდეს და ისა რა ქვია, ლაპარაკზე უარის თქმათ ეხავდეს. და მესამე ის მომწონს ხოლმე ცესკოსა კაი სლოგანი არჩევნების საერთო საქმეა და აი ტყუილის მორჩენაში გულისხმობოდეს ის რომ აი არჩევნებზე არ ვიტყუებოდეთ აი რაღაცნაირად არსებობდეს მაგალითად კონკრეტულად რას გულისხმობ აი ზოგადად ნდობა არსებობდეს არა ტყუილებზე კი არა ნდობა არსებობდეს აი 300,000 კაცით გაყავდა არჩევნები მე არ მithქვამს არასდროს არა არ თქვა ვინც თქვა სიგიჟი არ თქვა ოღონდ გავარჩიოთ კაცო ჩვენ ხო სხვა არგუმენტი გქონდა ისიც ხო არ გაირჩა გაჟონა არა გამოჟონა მაგრამ გურულმა გითხრა მაგრა რა გაჟონა არა გამოჟონა ხო და ეგ არის ლაპარაკზე უარის თქვა გაჟონა კი არა გამოჟონა არა მართლა გაჟონა შენი ძაღი გაჟონა მე ვიძაღი ცოტაშორის რომ გაჟონა მარტო გაჟონის ფაქტი არ არის იმას უნდა აღეკვა ხმის მიმცემ ოპოზიციონერს რომ გაჟონით მისი ხმის ფარულობა ირღვევა იმ მომენტში უნდა ამ ფაქტს ეგრეთ წოდებოს მის არჩევანზე გადაწყვეტილება უნდა მოეხდინათ ეგრე არ იყო მეერე დაიწყეს გაჟონვაზე ლაპარაკი არა 12 საათზე გაიასნებული იყო აა სად იყო კარგი მაგაზე ვერ შევთანხმდით მაგრამ ნუ არ ჩაითვალა ეს არ გაყალბებულა ეს არჩევნები არა ჩვენ სხვა არგუმენტი ვქონდა ჩვენ არავყოლილ ვართ 300,000 ხმასთან დაკავშირებით ჩვენ არავყოლილ ვართ არც ოპოზიციის პროპაგანდას და ასევე მოუწოდებით რომ შედით პარლამენტში იმიტომ რომ სხვა არგუმენტები აი ეგ კი ბატონო სხვა პრეზიდენტები არ ხართ. ჩვენ ეს განსხვავებული პოზიცია გქონდა, მაგრამ როცა ვინმე მე დიდი სიამოვნებით მინდოდა დისკუსია ბატონ ირაკლი კოვახიძესთან არჩევნების გაჟონვა არ გაჟონვის კონსტიტუციურობა არაკონსტიტუციურობასთან და კანონიერება უკანონებასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას როგორც კონსტიტუციონალისტ და იურის გავაგებინებდი, რასაც მე ვამბობდი, რომ ის იყო სწორი არგუმენტი, მაგრამ ეს დისკუსია, რომელიც საჯაროდ იყო გამოცხადებული, იმიტომ რომ ჩვენმა დანარჩენმა კოლეგებმა უარი თქვეს და რაღაცა სპექტაკლი მოაწყვეს, ხო, მე დავიჩაგრე და მიეცა საშუალება ქართულ ოცნებას, რომ ეთქვა რომ მოდი არავინ არ უნდა და არავის არ უნდა ეს ჩვენი ჩაწყობილი იყო იმათო რომ სიგიჟე და კლოუნა და იცი როგორ არის რომ აი მე ძალიან მიჭირს თქვენ ვინაიდან ბევრი რესურსები გაქვთ, გეტყვი ახლა. თქვენ ვინაიდან ბევრი ისა რა ქვია რესურსები გაქვთ და ჩემი კოლეგები ხშირად ექვემდებარებიან უცნაურ ცდუნებს ვერაფერს ვერ გამოვლინდა. არ ვიცი კიდე ასე დავარქვათ თუნდაც. მაშინ დარხეული აქვს ოპოზიციური სპექტრი. მაგიტომაც გვაქვს თულად საქმე და მარტო ბიზნეს სიკეთის იმედად ვარ დარჩენილი, სანამ ხალხი არ გამოფხიზდება და ამას ვერ მიხვდება. ეს მაღელვებს მე. აი ეს საინტერესოა იაგოსგან ამის მოსმენა. თუ ხალხი რა მოიქეცით ხო და იქნება სიკეთე რა გინდა. მოხვალ არ დაждები ხშირად. და გაელაპარაკები მრავალმილიონიან აუდიტორიას. არჩევნები რომ მე არ ვიქნები. ეგ მე გავშვიდოთ. ჯერ არ არის არჩევნები, რა გინდა 3 წელი არ არის არჩევნები. ხო არ იქნება 3 წელი. არ იქნება უახლოეს მომავალში არჩევნები არ იქნება. კარგი. ანუ შენ ფიქრობ რომ აი საგნობრივი დისკუსია. აი მაგალითად, ეხლა ეს იყო მოადგილე კაცი. განათლების სამინისტრო. დარწმუნებული ვარ უამრავი შენიშვნა გექნება.
ამაზე შეიძლება რომ დაწერო ილაპარაკო უკვე დაპატიჟე ბოდის შემდეგი შენი გადაცემა მოაწყვე შემდეგი ესე ნუ გაჯეჯილდები რა და შემდეგი ერთ თვეში მოაწყვე ანალიზი ჩავატარე განათლების მინისტრს და ვახო მეგრელიშვილს შორის ახლა ხო იცნობ ხო და მოდი გავარჩიოთ ეს განათლება იქნება კარგია იქნება გეთანხმება მე ძალიან მინდა რომ რაღაც დებატები შედგეს ხო და როგორ შეიძლება ქვეყანა ისე მიდიოდეს წინ რომ დებატები იყოს აკრძალული მაგრამ როცა შენ მინისტრს და ნებისმიერს რუსო მოღალატე და რაღაც არა ჩვენ არ გვითხოვთ ზოგად ფონზე ვსაუბრობ რა როცა დაგიჟდები არ გწნობ ეგ საერთოდ შეუძლებელი ჩვენს ყველასთან ვждები დებატები როგორ აპირებ ამათგან გამიჯნას იმიტომ რომ 90% გიჟები არის ვისგან გიჟებისგან მე გამიჯნული ვარ გიჟებისგან არა თავდასხმები ეხლა ამ გადაცემის მერეც გაძლიერდება თავდასხმები ეს კიდევ უფრო მეტად მიჯნავს გიჟებისგან ხო როგორ მითხარება იმის რომ ანუ ისეთ როგორ არის რომ მე სულ ერთი და იგივე მინდა მე ეს ვიცავს ანუ მე მიცავს ის რომ ხო ერთი რამდენი ხანია მიცნობ რამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და სულ ერთი და იგივე მინდა კი ძალიან კარგია ხო შესაბამისად და პირველივე დღიდან ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებ რომ ნებისმიერ მაყურებელს დაველაპარაკო თავისუფლად ნებისმიერ ტელევიზიაში როდესაც მიწვევენ მადლობას ვეუბნები წამყვანს როდესაც არ მიწვევენ ვაკრიტიკებ. შესაბამისად, რა ვიცი, ყველა ხდება რომ ჩვენ განსხვავებულად ვიქცევით. ყველა ხდება რომ მომენტ ყველაფერზე საჯარო პასუხი გვაქვს. არც ერთი დისკუსიიდან არ გავდივართ. და ჩვენი პრეტენზიები, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართულ ოცნებასთან, განსხვავებით სხვა პრეტენზიებისგან, რომელიც ოპოზიციას გააჩნია კონცეპტთან, პასუხგაუცემელია. სიგიჟეები არის ის და იმიტომ ვერ გაცემ პასუხს. ხო, ახლა ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ მთელი ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი იგნორი. ანუ მთელი ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციიდან არის იგნორი. გაიხარე მუშაობ წამებულო. დასრულდა შენ იგნორი. აგერ ხარ და ლაპარაკები. ან მე ზოგადად ხშირად ყოფილ ვარ. ჩემი თავი ხშირად მინახავს და მე ყოფილად რომ გამქრავ ვარ. ამიტომ მე ამაზე ვერ ვიქნები დამოკიდებული, მაგრამ მადლობელი ვარ მოწმენდების ლაპარაკს მე ვარ ქართული ოცნების პროპაგანდისტი რა. ბატონო ვიცი ეს არ ლაპარაკი და როგორც ჩემ პარტიას და ჩემ იმ პარტიას რომელსაც ხარს უჭერ და იმ მიმართულებას აწყობს ისე მოგექცევი ნებისმიერს. ვაფშე არ მაქვს მაგის პრობლემა. პრობლემა იმათი ნახე დამოუკიდებლები რო არიან ვითომ და იგივეს რო აკეთებენ როგორც უნიჭოთ. ეგ არის მათი პრობლემა. ხო იცი? არა, შენ მაგ უპირატესობას ფლობ რომ შეგიძლია ღია და აღიარო რომ პროპაგანდისტი ხარ და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას. რა დაშავდა პროპაგანდით. წინა ვართ ქვეყანა წინ წასული ვიდრე იმ გიჟების ხალხს ვიქნებოდი, ომი არ არის და ასე შემდეგ. კстати, ომის საშუალების შესახებ. ხო გიჟურად გვიპასუხეს, ხო არაფერი პასუხი არ დაგვწეს. ვინ? ოპოზიციამ, ეგეც ხო პრობლემა იყო. როცა ჩვენი პროპაგანდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმეთ, რომ ვულკანის ეპიცენტრთან ახლოს ვარ და ცოტა ესე არ არის. პასუხი რა იყო, იცი რომ რუსებს ჟანგიანი ტანკები ყავთ, უკრაინა იგებს, აბა რა უნდა გადაუკეტოთ ეკონომიკური ბლოკადა უნდა მოუწყოთ. ესეც ხო სიგიჟე იყო. არ მე უნდა ვაღიარო რომ თქვენ ადამიანების შეშინების არის ხო არ არის საფუძველი? გეხოცე მითხარია გვარ არის. როგორ არის ომის საშიშია კაცო, როგორ არა საშიშია ომი. კორონას შემთხვევიდან დავიწყებ. ხო, კორონას შემთხვევაც ხო ზუსტად ანუ მე სოფლიოში ეგრე იყო რაც ჩვენთან. შეიძლება კაცო, მე ხო არ ვიძახი სხვაგან ასე იყო. არა, თქვენ კარგად იცით თუ არა, იქ სხვაგან უფრო შეაშინეს, რომ იცოდე. ნუ ზოგან შეაშინეს, ზოგან კარგად ზოგად დაკლებათ, მაგრამ წარმოიდგინე რომ ხო და წარმოიდგინე ხო კორონას შიში რაც იყო, ხო არავის არ გადაუაზრებია. ანუ ტელევიზიები თქვენ ცოტა უხალისოთ, მაგრამ მაინც დათანხმდით თავიდან იმას რა ქვია დარჩით სახში მიწერას. მე ნელა ჩამოიხსნა ეს. მე დავეთანხმე ძალიან ეგრე არ არის. ჩვენ ნუ გადაგაგ მე ყოველთვის ვეთანხმები, რასაც საგადლი. ხო და შენ არ იყავი დიდი აქტივისტი, მე მახსოვს რაღაცა წვანე პასპორტებზე და რაღაცაზე არ გიждდებოდი. ზოგადად არა ვარ, მაგრამ ზოგადად არ გიждდებოდი, მაგრამ ზოგადად არა ვარ, თუ სხვაგანაცემებს ძალიან მიყვებოდი. კარგი. ხო და თუმცა ომის პროპაგანდა ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კარგი პოზიციები ქონდათ, მოდი ესეთ მარტივად დავიწყოთ, როდესაც ასეთ სიტუაციაში ვართ, სადაც ჩვენ ვართ, იმ გარემოში როგორც ვართ, საერთაშორისო გარემო როგორიც იყო იმ პერიოდში და რა სიგიჟეების ხდებოდა და დღესაც ხშირ შემთხვევაში გრძელდება ამ პერიოდში თქვენ კარგი ნოყიერი ნიადაგი გაგიჩნდათ პროპაგანდისტვის. რაც კარგად შეასრულეთ. კი, კარგად შეასრულეთ, მაგრამ მე მაინც იქნება შენ უფრო მეტი იცოდე. ანუ ესენი აი ჩვენი კოლეგები რომლებიც ამას გითმობდნენ. ამ მოედიდან ის კოლეგები ვინ არის შენი კოლეგა ჯერეს? აი ოპოზიციური კოლეგები და შენი კოლეგები. და არ არის ხო მაგა. გიჟება და ხო არიან კოლეგები რამშევა პოლიტიკოსები არიან, ესე შეხედეთ. არ არიან პოლიტიკოსები. ხო და აი ეგენ გითმობდნენ ამ მოედანს, რომ არ გეწინააღმდეგებოდნენ. არა, სხვა რაღაცებს ლაპარაკობდნენ. მე რე ინანეს სხვა შორის.
დაიწყეს კნავილი, რომ რაღაცა უნდა გვეთქვაოთ ორ ეფექტური. არა, იდიოტები არიან, გიჟები არიან. და ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან ეუნებოდნენ. იქიდან გარანტიას აძლევდნენ, რომ არ შეხვიდეთო იქიდან პავილიონის და ვიღაცები, ეგეთი ტიპები, ხო? არ შეხვიდეთ პარლამენტში, ამათ დავამხობთო. აბა, სხვანაირად 71 კაცი როგორ არ შევიდა, ბიჭო, 71 კაცი დიდი ძალაა. როგორ არ შევიდნენ პარლამენტში, ეს ხო მართლა აი ყველაზე კულმინაციაა სიგიჟის. შენ არ ფიქრობ რომ ეგ თქვენი ის იყო რა ქვია გავლენა მასში ესე თუა მე არ ბავშვებს გეფიცები თუ ვიცოდე აი პირჯვარი არ ვიცი და არ არის მგონია რომ არ არის მაგრამ თუ ესეა იცი რა კარგ გუნდში ვარ ესე იგი ხო და მაგიტო ვიძახი კაცო თქვენ მე ხო არ ვიძახი რომ ცუდი კამპანია ცუდი რაღაცა უბრალოდ როგორ არ გეცოდებათ საკუთარი ამორჩეველი ამას ძალიან გადაიტანე ჩვენი ამორჩეველი მაგარი და ხო და აი მე მგონია რომ თქვენი ამორჩეველი მსახურობს უფრო მეტ პატივისცემას და შენ მე მოულბე გული და რაღაცა თეორი ხმა შეიძლება შენც იშო უგრმეს მადლობა მადლობა მოწვევისთვის მე მოგიწევ კიდე აუცილებლად